იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს, ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად სარგებელი ნახოს ფინანსური და შეგუებული იყოს ნაწილობრივ იმას, რომ შეიძლება ხილებული იქნას რაღაც მომენტში და გარკვეული წელი გაატაროს ციხეში და იმ იმედით, რომ ამ წლის შემდეგ გამოვა და გადამალულ ფულს შემდეგ გამოაჩენს და გამოიყენებს, ამ იმედით არავინ არ იყოს. ამიტომ 30 წლიანი ვალდებულება, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან დანაშაულში, რომ შეავსონ დეკლარაცია, ზუსტად ამისთვის არის, რომ გამოჩნდეს ყველა მათი ქონება და რაც არ გამოჩნდება, შესაძლებლობა გქონდეს, რომ ჩავეძიოთ ამ ყველაფერში. კორუფციასთან ბრძოლა არის უბრალოდ სახელი შიდა წმენდის და შიდა კლანური დაპირისპირების. ყობახიძე გუნდიც ცდილობს, რომ გააყიდოს ეს ყველაფერი თითქოს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის мотиваცია ამოძრავებს და ამიტომ იჭერენ ყოფილ თანაგუნდელებს, არადა ჩვენ ქონდა კონკრეტული მტკიცებულებები და საჯაროდ იყო ხომ მტკიცებულებები ცნობილი კორუმპირებული ჩინოვნიკების შესახებ, თუმცა როცა კლანური ბრძოლისთვის არ იყო საჭირო, იმ მომენტში არ იჭერდნენ და იქით ჩვენ გვდებდნენ ბრალს ცილის სამებაში. თურმე გაირკვა, რომ სიმართლეს ვამბობდით, თუმცა აქვე ის თუნ აღინიშნოს, რომ არც ერთი კლანი არ არის არაკორუმპირებული ივანიშვილის პირობებში, ამიტომაც ის კონკრეტული კლანი, რომელიც ძალაუფლებას იკავებს და მას აქვს მიტაცებული ძალაუფლება ივანიშვილის ქვეშ, ასე ვთქვათ, ის კლანი არის კორუფციის სახელით სხვა კლანების მომხრჩობი და გამნადგურებელი.